საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა მოსე ზამთარაძის ნაამბობი. ეს არის ნაწყვეტი ჭაბუ ამირეჯიბის შესანიშნავი რომანიდან დათა თუთაშხია. ამბავს, რომელსაც გვიყვება მწერალი, აქვს, რა თქმა უნდა, ალეგორიული მნიშვნელობა. მოთხრობილია საირმის ტყეში როგორი თავგადასავალი გადახდათ მოსე ზამთარაძესა და მის მეგობარს დათა თუთაშხიას, მაგრამ ეს ყოველივე უნდა გავიაზროთ სიმბოლურად. ამ მონათხრობში წარმოჩენილია თუ რა გადააქცევს ხალხს ბრბოდ, მასად. ხალხი, როგორც ვიცით, არის შეკრება პიროვნებებისა. პიროვნება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შეუძლია გააკეთოს არჩევანი. გაარჩიოს ჯერ რა არის კეთილი და ბოროტი და შემდეგ აერჩიოს, რა თქმა უნდა, კეთილი. ხოლო როდესაც ხალხი იქცევა ბრბოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს პიროვნულობა აქვს დაკარგული. დაკარგული აქვთ მათ არჩევნის უნარი. აი ეს უნარი, რომელიც მათ ღმერთმა მისცა, მიანიჭა როგორც ჯილდო და ადამიანები ცნობიერება დაკარგულნი მათ აღარ გააჩნიათ ფიქრის უნარი, მიყვებიან ვიღაც ბელადის ბრძანებებს. ამ შემთხვევაში წარმოგვიდგება ამგვარ ბელადად არქიფო სეთური, რომელიც რა თქმა უნდა სიმბოლური სახეა საზოგადოდ ტირანისა, დიქტატორისა, ბელადისა, რომლის მთავარი მიზანი ის არის, რომ ხალხს გონებიდან ფიქრი განუდევნოს, გადააჩვიოს ხალხი ფიქრს, დაუკარგოს თავისუფლებისაკენ სწრაფვის უნარი. საერთოდ დაავიწყოს ეს ცნება თავისუფლებისა. გონება გამოულაყოს თავისი აბსურდული დემაგოგიური მსჯელობებით და შეეცადოს, რომ თავისი ესე იგი სურვილების მსხვერპლად აქციოს ხალხი. და აი ამგვარად წარმოგვიდგება არქიფო სეთური. ეს ნაწყვეტი, რა თქმა უნდა, არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ თავისუფლებას, აი ამ ძვირფას საუნჯეს და არანაირ ფასად არ უნდა დასთმონ ის. ყოველთვის უნდა იფიქრონ ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამენ ცხოვრებაში. არავის არ უნდა მიანდონ თავისი ბედი ბრმად და გაუაზრებლად. ახლა ვნახოთ ყოველივე ეს როგორ წარმოჩნდება ამ მონათხრობში. აქ მოსე ზამთარაძე პირველ პირში გვიყვება თუ როგორ ესტუმრნენ ისინი ერთ ზამთარს საირმის ტყეში არქიფო სეთურს. არქიფოს ადრევე იცნობდა მოსე ზამთარაძე და ახლა როდესაც დასჭირდათ მას და დათას თავის შეფარება ცოტა ხნით, გადაწყვიტეს, რომ სწორედ მასთან წასულიყვნენ. მოსე იხსენებს, რომ ადრე, როდესაც მასთან იყო ნამყოფი საირმის ტყეში, ახსოვდა, რომ სულ რამდენიმე მუშა ჰყავდა და თვითონაც იმ მუშებთან ერთად მუშაობდა და რას აკეთებდა. თხრიდნენ მიწას, აქ საირმის ტყეში განსაკუთრებული მიწა იყო, რომელსაც შემდეგ რეცხავდნენ, აშრობდნენ და შემდეგ ყიდიდნენ. ამ მიწას ყიდულობდნენ ინგლისელები, რომელიც იყენებდნენ მას ნავთის, წყლის და მისთანების ამოღებაში. მაგრამ როდესაც ახლა მივიდნენ არქიფოსთან, დათას და მოსეს სულ სხვანაირი სურათი დაუხვდათ. დათა მაგ სიფრთხილე გამოიჩინა და გადაწყვიტა, რომ თავისი სახელი არ ეთქვა და ის ფორია სახელით გაეცნო სეთურს. რატომ მოიქცა ასე დათა? ვისაც მთელი რომანი აქვს წაკითხული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცის, რომ დათა არის გამორჩეული პიროვნება. ის არის სამართლიანი ადამიანის ზნეობის დამცველი და ერთგვარი სიმბოლური სახეა ისეთი ადამიანისა, რომელიც ცხოვრობს იმისთვის, რომ სიკეთე და ბედნიერება მოუტანოს ადამიანებს. თუმცა ეს გზა არ არის სწორხაზოვანი და ხანდახან ასეთი ტიპის ადამიანებიც რაღაცას თმობენ ცხოვრების გზაზე, ითვალისწინებენ იმ კონკრეტულ გარემოს, რომელშიც უხდებათ ცხოვრება. ამ შემთხვევაში დათა თავისი საკუთარი სახელი იმიტომ დამალა, რომ მან ძალიან კარგად იცოდა ადამიანების ფსიქოლოგია. ის ეუბნება მოსეს, ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. როცა გაიგებენ, რომ დათა თუთაშხია იყო მოსესთან, ამ დროს დათა და მოსე არიან ყაჩაღად გავარდნილები, აბრაგები და განსაკუთრებით ცნობილი არის დათა თუთაშხია, მაშინ შეიძლება მოსეს ათქმევინონ, როგორღაც წამოაცდენინონ ეს ამბავი, რომ დათა მასთან იყო, მაგრამ თუ არ ეცოდინება, რომ დათა იყო მასთან სტუმრად, მაშინ ვერანაირი ძალით მას ვერ გატეხენო.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რომელიც მოთხრობაში არის წარმოჩენილი და ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ და კარგად გავიაზროთ. როდესაც მიიღო სეთურმა ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შესანიშნავად გაუმასპინძელდა. და როდესაც უფრო გაიშალა, ყურადღება მიიქცია ერთმა კაცმა, რომელსაც ერქვა, რომელიც იყო თაბაგარი, გვარად. ეს თაბაგარი ესეთი ცინგლიანი ვიღაცა იყო, იმისი თანდასწრებით ჭამაც კი შეგეზარებოდაო, ამბობს მოსე, მაგრამ რითი გამოირჩეოდა ეს ადამიანი? იმით, რომ ის სიტყვის ამოუღებლად, რაღაცა მონურად ემსახურებოდა არქიპოს და მის ყოველ სიტყვას ასრულებდა. და აი პირველივე შეხვედრიდან გამოიკვეთა, თუ რა გარემოში ცხოვრობდა სეთური და ვინ ეხვია მას გარშემო. როდესაც არქიპომ შეაქო თაბაგარი, რომ მან ყველა ადამიანის, ესე იგი ადამიანის ყველა სახელი იცის, რაც კი არსებობსო ქვეყანაზე, ქალისა იქნება თუ კაცისა, არა მხოლოდ უბრალოდ ჩამოთვლა შეუძლია, არამედ მათი მნიშვნელობებიც იცისო, საიდან არის წარმომდგარი, შეაქო ამგვარად და არქიპომ უბრალოდ თაბაგარმა ბავშვივით დაირცხვინაო და აი ამ დარცხვენილობაშიც გამოგრთო და რაღაცნაირი ისეთი მორჩილება, რომელიც შეუფერებელი არის მოზრდილი ადამიანისათვის. აქ ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დედაბერი, სახელად სანათა, რომელიც მიუჩინა არქიპომ ამ ორ სტუმარს, რათა მათ მომსახურებოდა. მაგრამ რითი გამოირჩევა ეს ქალი? ჯერ ერთი არის ძალიან მოხუცი და წელში მოხრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც ჯარისკაცულად ესალმება, მუდამ ცდილობს, რომ გაჭიმული იყოს და ისე წარდგეს მათ წინაშე. თანაც ცდილობს, რომ იყოს მუდმივად დამცველი სეთურისა და ხმას არ აღებინებს არავის მის წინააღმდეგ. როდესაც პირველად ნახავენ ამ ქალს, ასე ჯარისკაცივით გაჭიმულ, ძალიან გაუკვირდებათ და მოსე გიჟათაც კი მიიჩნევს მას, მაგრამ დათათაშხია ეტყვის, რომ მე ვიცნობ გიჟებს და ისინი სულ სხვანაირი ადამიანები არიან. გიჟები არ ლაპარაკობენ ასე სულელურად და ხშირად ასეც არ იქცევიან. გიჟმა შეიძლება ისეთი სიბრძნეს თქვას ხანდახან, რაც ჭკვიან კაცს არასოდეს მოუვა თავში აზრათო. და დათათაშხია მიხვდა, რა თქმა უნდა, მოსეც რომ სულ სხვა ამბავი იყო. რატომ ეხვია ამ კაცს ასეთი ადამიანები გარშემო, რაღაცნაირად სულ ჩაკლული ადამიანები. და როდესაც მეორე დღეს, ესე იგი, აივანზე იყო გამოსული მოსე და გარეთ იყურებოდა, უბრალოდ ჯერ არ იყო გათენებული, როდესაც ჯერ ღამე იყო, როდესაც რაღაცა ხმაურმა გამოაღვიძა ორივე სტუმარი. მათ გაიხედეს გარეთ და რადგან თოვლი ოდნავ განათებული იყო გარემო და შეამჩნიეს, რომ ირგვლივ მდგარი მიწურებიდან ხალხი გარბოდა და გამორბოდა და ოღონდ გარკვევით ვერ გაარჩიეს რა ხდებოდა. და მოსემ შეამჩნია, რომ იმ დედაბერს დათასა და მოსეს ოთახის კარისთვის, კარის ჭუჭუტარაში იხედებოდა ერთ სიტყვით ეს დედაბერი და ძალიან გაუკვირდა ეს ამბავი, თუ რატომ უთვალთვალებდა. და ისე მოახერხა, რომ შევიდა ოთახში ჩუმად და უცებ გამოაყო კარი, ასე რომ ის დედაბერი ასევე ჭუჭუტანასთან მიყურადებული, ასევე შერჩა ხელთ და როდესაც ჰკითხა, რომ რატო გვითვალთვალებ, სადაური წესია ესო, დედაბერმა ძალიან ჯიქურად უპასუხა, სადაური წესია და ეს აქაური წესიაო. და რისთვის არის შემოღებული ეს წესიო, როცა ჩაეკითხნენ, მან უთხრა, რომ ეს ჩვენს მარჩენალს, მამას და მარჩენალს სჭირდება, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად აი ასე გაფაციცებულნი, რათა არავინ არაფერი დაუშაოსო. ხოლო როდესაც მოსემ უთხრა, რომ ვინ უხერია ეს თქვენი მარჩენალი, რომელიც ასე იქცევაო, დედაბერმა ძალიან მრისხანეთ უთხრა, რომ ერთი ჩაიხედე სარკეში რას გახარ შეტილიანო, როგორ ბედავ ჩვენს მარჩენალზე ასე ლაპარაკსო. და აქ პატარა ირონიული დეტალია, როდესაც მოსემ იფიქრა, რომ ერთი უნდა ჩავიხედო სარკეში, მართლა ასეთი შეხედავი ვარ, რომ ეს დედაბერიც ასე მიწუნებსო. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საგულისხმოა, უკვე გამოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს დედაბერი ასეთი მორჩილი, რაღაცნაირად სულ ჩაკლული სახე ადამიანისა, სიმბოლური სახე ამგვარი ადამიანისა, ესე იგი მარჩენალს უწოდებს ვიღაც ადამიანს და ასე მონურად ემსახურება მას. ამავე დროს დათამ მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ არქიპოს, ესე იგი, ხან არქიპოს ეძახიან და ხან აბელს ეძახიან და ძალიან გაიკვირვა ეს ამბავი, თუმცა ახსნა ჯერჯერობით ამას ვერ მოუძებნა. შემდეგ ისევ სეთურთან მივიდნენ ეს ჩვენი სტუმრები და სეთურმა
გადაწყვიტა რომ მისთვის ეს გარემო დაეთვალიერებინა და ენახვებინა თუ რას აკეთებდნენ მისი დაქირავებული მუშები და ის ადამიანები რომლებიც მას გარშემო ეხვია. მაგრამ მანამდე დათამ და სეთურმა ყურადღება მიაქციეს იმას რომ ამ მიწურებიდან გამოცვენილი ხალხი ერთად შეიკრიბა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. შემდეგ გამოჩნდა ის თაბაგარი რომელიც მათ სუფრაზე ემსახურებოდა პირველ დღეს და შედგა რაღაც გადახერხილ მორზე და დაიწყო რაღაც ლოცვების გვარი სიტყვების წარმოთქვა და შემდეგ ეს ხალხიც იმეორებდა და როდესაც კარგად მიაყურადეს ამ ყოველივეს მოესმათ ასეთი სიტყვები რომელსაც ამბობდა თაბაგარი და რომელსაც იმეორებდა შემდეგ ეს ხალხი ხოლო მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოში მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან რომელარს არქიპო იცოცხლოს მარაჯამს ესე იგი ეს იყო რაღაცა ტექსტი რომელიც ძალიან წააგავდა რაღაც შორეული გამოძახილი იყო თითქოს მამაო ჩვენოსი ხომ როგორც ვიცით მამაო ჩვენოსი ადამიანი ღმერთს აკებს ადიდებს და მადლობას უხდის რომ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევთ ამთა მათ ჩვენთა და ბოლოს ეს ლოცვა მამაო ჩვენოსი მთავრდება იმის რომ ესე იგი ღმერთის სახელი უნდა იყოს დიდებული აწდა მარადის და უკუვითი უკუნისამდე ხოლო ეს ხალხი წარმოთქვამს არა მამაო ჩვენოს ღმერთს კი არ ადიდებს არამედ ადიდებს ესე იგი არქიპო სეთურს და სწორედ მას უმადლის არსობის პურს მას უმადლის რომ ისინი არიან ცოცხლები და ეს უნდა გაგრძელდეს აწდა მარადის და უკუვითი უკუნისამდე აი ამას ნიშნავს სწორედ ის სიტყვა რომელსაც ბოლოს ამბობენ ისინი პოლიქრონიონ რაც ბერძნულად ნიშნავს მრავალჟამიერ რა თქმა უნდა დათა და მოსი არიან ძალიან გაოცებულები ისინი ბოლომდე ვერ ჩასწვდომიან ესე იგი იმ ყოველივეს რაც აქ ხდება ესე იგი თვალებისთვის და ყურებისთვის ვერ დაუჯერებიათ რაც ესმით აქ შემდეგ არქიპო სეთური მათ დაათვალიერებინებს როგორც წეგანაც აღნიშნეთ გარემოს თუ რა ხდება ირგვლივ ყურადღებას მიაქცევს მოსე იმასაც რომ რამდენიმე წლის წინ როდესაც აქ იყო სეთურს ედგა აქ პატარა ქოხი მიწური ქოხი მაგრამ ეხლა მშვენიერი ოდა იყო წამოჭიმული ოთახშიდაც როდესაც მიიწევდა ხოლმე ის ხდებოდა ყოველთვის ტახტზე ფერადი ჭრელი მუთაქებით გარშემორტყმული ესე იგი მუთაქებზე იჯდა და რაღაც ფაშასავით ცხოვრობდა უზრუნველად ერთი სიტყვით და რა უქმნიდა სწორედ აი ამის საფუძველს და პირობას რომ ამგვარად ეცხოვრა დათა და მოსე ნელ-ნელა გაეცნენ ამ ყოველივეს და არქიპომ თვითონ ასე ვთქვათ აუხსნა ისე რომ სულაც არ ცხვენოდა ყოველივე იმისა რის შესახებაც ის მოუთხრობდა მან დაანახვა ზემოთ ესე იგი მთაზე მთა დაანახვა სადაც გვირაბი გაყავდათ ამ ადამიანებს და მან უთხრა რომ აი ამ გვირაბიდან ესე გვირაბს თხრიან ეს ადამიანები და გამოაქვთ მიწა, რომელსაც შემდეგ იყენებენ, ხო, საგანგებო მიზნით. მაგრამ აქ ყველგან არის ასეთი მიწა, თუმცა მე საგანგებოდ გაურთული ამ ადამიანებს შრომა, რადგან მას ასეთი მორალი აქვს, რომ რაც უფრო მეტ სიშროვებს ადამიანი და მეტ ოფლს დაღურის შრომაში, მით უფრო მეტი სიყვარულით მოეკიდება თავის საქმეს და მაგალითად ეს მოაქვს, რომ აი დედას ყველაზე მეტად სნეული შვილი უყვარს, რადგან მას უფრო მეტად უვლის და მეტი გარჯა სჭირდება მის მოსავლელადო. ამავე დროს ყურადღება მიიქცია იმანაც რომ ესე იგი ეს გვირაბი ითხრებოდა აღმართისაკენ, ესე იგი სადღაც შორს მიდიოდა და სეთურმა აუხსნა რომ ეს გვირაბი ისეთნაირად არის გაყვანილი რომ არც არასოდეს არსად არ გამოვა, ესე იგი წრიულად იტრიალებს ამ მთაშიო. შემდეგ აჩვენა პატარა ჭა იქვე ამოთხრილი, ეს ჭა იმით იყო საოცარი რომ ჯერთი შიგ ვიღაც კაცი იჯდა და თანაც ჭის თავზე ჩამოკიდებული იყო ზარი, ბოძი იდგა საგანგებო და ეს ზარი თოკით ეჭირა ამ ჭაში მჯდარ კაცს. როდესაც იკითხეს რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, სეთურმა აუხსნა რომ ეს არის ამ ხალხის იმედიო. მას აქვს თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფია, თუ როგორ უნდა დაიმორჩილოს და დაიმონოს ხალხი. დასაწყისშიც აღნიშნეთ და ახალაც უნდა გავიმეოროთ, რომ მისი ყოველი ნათქვამი არის ძალიან საგულისხმო, რასაც ის ლაპარაკობს, რასაც ის ფიქრობს, რასაც ის აკეთებს, სწორედ ასევე იქცევიან, ფიქრობენ დიქტატორები და ტირანები და ის რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ბელადის განზოგადებული სახეა, რომელიც ცდილობს, რომ ტვინი გამოულაყოს და დაუბნელოს ადამიანებს გონება, რადგან მხოლოდ გონება დაბნელებული ადამიანები შეიძლება დაიმორჩილო და რაღაც აბსურდულ იდეალებში
ჭიებში დაარწმუნო. ერთ სიტყვით ეუბნება, რომ ამ ჭაში ეს ჭა არის იმედი ამ ადამიანებისა. და როგორ ახსნა ეს? ამ ჭაში ჩაკიდებულ პატარა კაცში ზის კაცი, რომელიც აყურადებს თუ როდის მოვა გვირავი აქამდე. და როდესაც ცოტა მანძილიღა დარჩება ამ ჭამდე გამოსასვლელი, ის ზარს დარეკს და ყველა ძალიან გაუხარდება, რომ გვირაბმა მოაღწია ამ ჭამდე. გაიკვირვებენ ძალიან მოსე და დათა, იმიტომ რომ ის გვირავი არის შორს მთაში, თანაც მიდის აღმართს, ესე იგი სრულად საწინააღმდეგო მხარეს ითხრება ის გვირავი და რეალურად ვერასოდეს რა თქმა უნდა ამ ჭამდე ვერ მოვა. და გაოცდნენ რა თქმა უნდა და როგორ გიჯერებს ხალხი რომ ის გვირავი შეიძლება აქამდე მოვიდესო, მაგრამ სეთურმა ასე უთხრა. რა თქმა უნდა ხალხი ხვდება რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმასაც ფიქრობს ხალხი როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი გვითხრას, ესე იგი ასე მარტივად ხომ არ იქნება საქმე. ამიტომ ისინი ამას იჯერებენ ძალიან იოლათო და ელიან ესე იგი როდის გამოვა ეს გვირავი აქ. თანაც ისიც აღსანიშნავია რომ ეს კაცი რომელიც ჭაში იჯდა არის ყრუ მუნჯი და მას რა თქმა უნდა ვერც ვერასოდეს შეეძლება ამის გაგება, მაგრამ როდესაც ჩახედეს ჭას დათამ და მოსემ დაინახეს რომ ეს კაცი, ეს ყუნჯი კაცი, რომელსაც არ ქონდა ესე იგი ყურთას მენა, დრო და დრო მიაყურადებდა ხოლმე ჭის კედლებს. აი ასეთი აბსურდული ვითარება იხილეს დათამ და მოსემ, რა თქმა უნდა ამან ყოველივე ისინი სულიერად შეძრა. რა თქმა უნდა განსაკუთრებით ესე იგი დათა რომელიც ვერ ითმენდა და ვერანაირ უსამართლობას და ვერ ეგუებოდა კაცთა ამგვარ დაცემასა და დამორჩილებას. როგორც გითხარით, თვითონ სეთური არ მალავს, როგორ ექცევა ამ ხალხს, ის უხსნის რომ ადამიანები, რომლებიც მას ემორჩილებიან, მუდმივად შრომობენ მისი გულისათვის, რომ ის ერთმა მაგალითად გაბედა და თქვა რომ სეთური მხოლოდ იმდენს გვიხდის ჩვენ ამ სამუშაოში იმდენს გვიხდის რაც ჩვენ ესე იგი შიმშილისაგან სულს არ გაგვაფრთხობინებსო, ესე იგი მეც არ გვიხდისო და ამის გამო ესე იგი დასაჯა სეთურმა ის ადამიანი და ასე ახსნა რომ თუ მეტი მივეცი მათ მეტი გასამჯელო, ისინი მეც მოითხოვენ, უფრო უკეთესი ცხოვრება მოუნდებათ და შემდეგ მისი სურვილის გაუჩნდებათ, რომ ესე იგი მე ჩამენაცვლონ, რატო არ შეგვიძლია ჩვენ სეთურივით ვიცხოვროთო. ესე იგი ეს კაცი სეთური, ესე იგი ძალადობით, ტყუილით, უსამართლობით ახშობს ამ ადამიანებში გაჩენილ ნებისმიერ ნაპერწკალს ფიქრისას. და ის ასეთ ამბავსაც ყვება რომ როდესაც აი ამ კაცს მიამბოხეს ასე ვთქვათ რომელსაც გაბედა რაღაცა საწინააღმდეგოს თქვა ამ კაცმა გაზარდა 9 გოჭი 6 წავართვი და 3 დაუტოვეო და უნდა წამერთვა ის 3-იც რათა მას ზედმეტი შემოსავალი არ ქონოდა რადგან ამ ზედმეტმა შემოსავალმა მას ერთგვარი რაღაც თავმოყარეობა გაუღვიძა და რაღაც წინააღმდეგობის უნარი გაუჩინაო და მისი ფილოსოფია ამას ებუძნება რომ ხალხი უნდა მუდმივად აცხოვრო შიშში ხალხს უნდა ქონდეს შენი სიყვარული და მუდმივად უნდა უმტკიცო ამის შესახებ რომ შენ ახარ მათი ერთადერთი გადამრჩენელი პატრონი რომ შენ მათ ბედნიერებაზე ზრუნავ. რა თქმა უნდა მისი მსჯელობა წეღანას თქვით არის დემაგოგიური. რას ნიშნავს დემაგოგია? როდესაც მსჯელობას აბსურდულად წარმართავ, როდესაც ისეთნაირად მსჯელობ, როდესაც სწორი აზრის გამოტანა არის შეუძლებელი, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ისტორია კაცობრიობისა იმას ამტკიცებს რომ ასეთი დემაგოგები ხშირად იქცევიან ხოლმე ხალხის ბელადებად, ტირანებად და ძალიან ბევრი მასა ბრბო უფრო შეიძლება ითქვას გახვევა ხოლმე და აი ამ მათი იდეების აღმასრულებად იქცევა ხოლმე. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ფაშისტური რეჟიმი, ხომ? როდესაც ამ რეჟიმმა უამრავი ვნება მიაყენა კაცობრიობას, ან კიდევ კომუნისტური რეჟიმი არანაკლები ვნება და ტკივილი მოუტანა კაცობრიობას და ამ მოთხრობაში როგორც დავინახეთ, ესე იგი, აი ამგვარი ბელადი წარმოჩნდება დიქტატორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა საკუთარი ძალაუფლების გაამტკიცებაზე ზრუნავს, საკუთარ სიმდიდრეზე მაგრამ ხალხს ილუზიებს უქმნის, რომ ის მათზე ზრუნავს. და როგორც გითხარით, ხალხად არც იწოდებიან ეს ადამიანები. ეს არის ბრბო, რომელიც ემორჩილება ამგვარ ასე ვთქვათ ხელისუფალს. რა თქმა უნდა, დათას გაუჩნდება პროტესტის გრძნობა და ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ხალხი აი ამ ძილისაგან გამოიყვანონ. იქ ყველაზე შემაძნებელი არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მათ შეხვედრა მოუწევთ ბავშვებთან, რომ ბავშვები ესე
ბავშვობიდანვე იზრდებიან რაღაცნაირი სამხედრო რეჟიმით, საოცარი დისციპლინა და ეს ბავშვები თავიდანვე იზრდებიან იმგვარი ფიქრით, რომ არქიპო არის მათი მამა და მარჩენალი. და ერთი ეპიზოდია, რომელშიც ბავშვები თავს დაესხმებიან არქიპოს და დათას და მოსეს, რადგან ასინეთამ მათ უთხრა, რომ ისინი არიან არქიპოს მტრებიო. და დათამ და მოსემ ძლივს დაიხსნეს ბავშვებისგან თავი. და ერთ დილას, როდესაც ესე თავს არ დაცემულები არიან დათა და მოსე იმ ყოველივეთი რაც ნახეს და დაინახავენ ხალხს, რომ ამ ადამიანებს უფრო სწორად რომ ესეთი მორჩილნი თხუნელებივით რომ მიძვრებიან და მოძრებიან თავიანთი ხან მიძვრებიან თავიანთ სოროებში ხან გამოძრებიან ეს ადამიანები დგანან მორჩილად თაბაგარის წინაშე და იმეორებენ უკვე ახლად დაწერილ რაღაც ლოცვას. რა თქმა უნდა ლოცვა ბჭყალებში უნდა ვთქვათ ხომ თვითონ არქიპო ეუბნება მათ რომ მე დროდადრო ესე იგი ბავალდებულებ იმას თაბაგარს რომ ახალი ლოცვები დაწეროს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ხალხი ყური ეჩვევა ძველს და მნიშვნელობა ეკარგებაო და მან ახალი ლოცვა ასეთი მოიფიქრა. ესე იგი ორი სახელის ნაცვლად დაირქვა 7 სახელი და ხალხმა ეს 7 სახელი უნდა გაიმეოროს თან თავისი მნიშვნელობებით და ის საგანგებოდ არჩევს ისეთ ბერძნულ სახელებს, რომელთაც გარკვეული მნიშვნელობები აქვთ. მაგალითად, ის უხსნის, რომ მე აბელი მერქვა, მაგრამ დავირქვი არქიპო, რადგან არქიპო ნიშნავს თავლის უფროსო. და როგორც გითხარით, აი ეს 7 სახელი უნდა დაიზეპიროს ხალხმა. და თვალწინ მოსეს და დათას ასეთი სურათი გადაეშლებათ, რომ დილადრიან გამოსულია ეს ხალხი და ვერ იმახსოვრებენ ერთი სიტყვით აი ამ სახელებს და ცდილობს ეს თაბაგარი რო ასწავლოს და ოდნავი გადმოძახილი გაჩნდა, როგორ შევძლებთ ამას, როგორ ვისწავლით, ოღონდ ისინი უარს კი არ ამბობენ. უბრალოდ წუხან იმის გამო, რომ აი როგორ ისწავლიან, როდის ისწავლიან, რაც შეიძლება ჩქარა, რომ არ გაანაწყენონ თავიანთი მარჩენალი და პატრონი და დათას ვეღარ გაუძლებს გული და გამოვა ის ხალხის წინაშე და ეტყვის, რომ რა სჩადით ხალხო, რამ დაგაბრმავად. აი ერთმა კაცმა როგორ გამოგათაყვანათ ასე, რომ მათ ასე ემორჩილებითო. და კითხულს აქვს მოლოდინი, რომ დათას ამ სიტყვებზე ხალხი გამოფხიზლდება, ჩაფიქრდება, იმიტომ რომ დათა ეუბნება, რას დაგამსგავსად მამაძაღლმა აბელას ეთურმა და აგერ ამ მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრობთ ამ ყოველივეს შესახებო, მაგრამ ამის გაგონებაზე ხალხი კი არა ბრბო, გადაიქცევა ესე იგი რაღაცა ცხოველების ჯოგად თუ მასად, რომლებიც ხელკეტებით დაერევიან მოსესა და დათას და ძვალსა და რბილს გაუერთიანებენ, იარაღს წაართმევენ, მერე ცხენის კუდებზე გამოაბავენ და ძლივს გადაურჩევიან მოკლედ მოსე და დათა აი ამ ყოველივეს ცოცხლები. ისინი ძლივს გააღწევენ აქედან და რა თქმა უნდა ამის შესახებ ისინი საუბრობენ და მოსი არის ავსებული შურისძიების გრძნობით, რომ როგორ გაგვიბედეს მათ ასე რომ მოგვექცნენ, მე მზადავა რომ ისინი ყველანი მოსპო და გავანადგურო თავისი არქიპოიანად. თუმცა დათა ეუბნება აქ მეტად საგულისხმო სიტყვებს, რომ ყველა კაცი ისე ცხოვრობს, როგორც მას უნდა და არ უნდა ჩაერიო სხვა ადამიანის საქმეში. ადამიანი თუ ცუდად ცხოვრობს, ეს არის მისივე ბრალი. და მან თქვა, ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა. გონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე, მისთანა სხვისი ჩარევისა და დახმარების ღირსი რომ იყოსო. რა თქმა უნდა, ეს არის ტკივილით წარმოთქმული სიტყვები. ესე იგი, დათა თუთაშხია, სიმართლისთვის მებრძოლი, მუდამ დამცველი ადამიანური ღირსებისა, უცებ ასეთ დასკვნას აკეთებს, რომ აღარ ჩაერიოს იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც შეამჩნევს, რომ არ სურს უკეთესი ცხოვრება. ეს არის ძალიან ტკივნეული, როგორც გითხარით, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ითვალისწინებს დათა თუთაშხია. ერთი სიტყვით, ეს მოთხრობა არის გამომაფხიზლებელი, ნებისმიერ დროში გამომაფხიზლებელი ადამიანისა, რათა მან არ შეწყვიტოს ფიქრი, არ ასე ვთქვათ, ამოძირკოს თავისი გონებიდან ფიქრი და განსჯა, რათა მოულოდნელად არ აღმოჩნდეს ისეთი ადამიანის ტყვეობაში, როგორიც იყო სეთური. ადამიანმა არასოდეს არ უნდა დათმოს თავისი სულიერება და არასოდეს არ უნდა დათმოს თავისუფლება. გმადლობთ ყურადღებისათვის.